რა ხდება იმ დროს, როცა შენ სახში ზიხარ და ელოდები, რომ ვინმე მოვა და შენ გასაკეთებელს შენ მაგივრად გააკეთებს. აი მოგიყვებით ერთ კონკრეტულ ცოცხალ მაგალითს, დღეს ამ პროცესის განხილვა, ამ საქმის განხილვა მიდიოდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ესე იგი მოვიდა პირი, რომელსაც არანაირი ინფორმაცია და არანაირი საბუთი არ გააჩნდა, არც ადგილი არ იცოდა წესიერად, იცოდა მხოლოდ ყურმოყვრით ინფორმაცია მის შესახებ, რომ მის ოჯახის წევრს მიღებული ჰქონდა სააგარაკე ნაკვეთი მეტროპოლიტენის სამსახურიდან და დავიწყეთ მოკლედ მოძიება, მოვძებნეთ მასალები, ჯერ ის ვაივაგლახით, შემდეგ ადგილი მოვძებნეთ, შევიტანეთ მოთხოვნა სარეგისტრაციოდ და დიდხნიანი ჭიდაობის შემდეგ, როცა არანაირი არგუმენტი აღარ დარჩა საიმისოთ, რომ ეკუთვნოდა თუ არა პირს ესა თუ ის ეს კონკრეტული ნაკვეთი, რომელსაც ვითხოვთ სარეგისტრაციოდ. დარჩა განსახილველი და სისტემამ გახადა სადაოდ ინფორმაცია, რომელსაც აყრდნობს ყვითელი ფენის მონაცემებს. ეს ნათქვამი მაქვს არაერთხელ, რომ ეს არის რაღაც ვირუსით მოცული საკითხი და როცა უნდათ მაშინ იყენებენ და როცა უნდათ არ იყენებენ და როგორც წესი იყენებენ ხარის საწინააღმდეგოდ და ამ შემთხვევაში აღმოჩნდა რაღაც ჩანაწერი ამ ყვითელ ფენაში, სადაც მითითებულია, რომ ამ ადამიანს, რომელსაც ერქვა ტარიელი, ამ ადამიანის ადგილას მითითებულია ინიციალი T. და დაიწყო აი ეს ჭიდაობა იმის შესახებ, რომ ეს ჩანაწერი არის ზუსტი, თუ ტარიელი არის რეალურად მესაკუთრე ამ ნაკვეთის. წარმოგიდგენთ, სანამდე დავიდა ეს პროცესი, რომ T-ს და T-ს ჭიდილი მიდის და ხდებით ალბათ ხო აი გაძაღლების ხარისხს, აი ადამიანის გაძაღლების ხარისხს. ეხლა ამას რატო ვამბობ ასე ძაფრად, რომ ნორმალურ პირობებში შეიძლება გაგიჩნდეს აი კითხვა, რომ აი რატომაც არა ხო შეიძლებოდა მეტროპოლიტენში 80-იან წლებში ყოფილიყო კიდევ ვიღაც სხვა პირი ამ გვარით, ამ მამის სახელით და ემთხოვდეს მისი ინიციალები იმ ადამიანისას, ვისაც შენ ითხოვ სარეგისტრაციოდ, ხო? თეორიულად ნამდვილად შეიძლება, რომ ეს ასე არსებობდეს და ნამდვილად არ არის გამორიცხული ამის არსებობა, მაგრამ შენ ხომ შეგიძლია შენ ამ შემთხვევაში მარეგისტრირებელს გულისხმობ, რომ გამორიცხო თუ ამასში გეპარება ეჭვი, ან პირდაპირ უარი კი არ უთხრა ადამიანს, რომ თუ არის სწორი და ბატონო ტარიელ თქვენ არ ახართ აქ მესაკუთრე, არამედ მოინდომო და შეეცადო იმ არგუმენტების გამორიცხვას, რომელიც ხელს გიშლის მოთხოვნის საკმაყოფილებაში. აი მაგალითად შეგიძლია გამოითხოვო ინფორმაცია, ხომ არ არსებობს საქართველოში ვინმე ისეთი პირი, რომლის სახელი, გვარი და მამის სახელი ემთხვევა ამ ადამიანს, ხო? ხო შეიძლება გამოითხოვო ეს ინფორმაცია, ან თქვათ მოითხოვო მებაღეობის წევრების თანხმობა, ან მოითხოვო რაღაც კიდე სხვა არგუმენტები. არა, ამის მაგივრად საკითხი დგას იმგვარად, რომ პირდაპირ არის უარია, აი თქვენი ინიციალები ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ მოთხოვნას ვერ დაგიკმაყოფილებთ. და ეს სიმძაფრე ჩემი განცხადებების კიდე მდგომარეობს იმაში, რომ ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, რომ ნორმალურ პირობებში რა თქმა უნდა შეიძლება ასეთი რაღაც ჩანაწერების იდენტურობა არსებობდეს, მაგრამ ეს პროცესი, ანუ ადამიანისთვის რეგისტრაციის გართულების პროცესი მიმდინარეობს იმის პარალელურად, რომ აი მაგალითად სახელმწიფო რო შემოვიდეს ამ ნაკვეთებზე და მოითხოვოს რეგისტრაცია, ან თვალდრო ჩინეთის კედელი გქონდეს იქ გამოშენებული, რა თქმა უნდა, არავინ არ გაითვალისწინებს და ასე ზარზეიმით ძალიან მარტივად დაურეგისტრირებენ სახელმწიფოს უფლებას. ან თქვათ იმ მოხეტიალე ჯგუფებს, რომლებიც დადიან აი გასაშლელი ღობეებით და ღობავენ და ხან ერთ ადგილას არიან, ხან მეორეს გამოყრიან ადგილიდან, მე გადავლიან სხვაგან დაგვხვდებიან. ხო, აი ამ ადამიანებს მარტივად აქვს ცდომა და მარტივად ურეგისტრირდებათ ნაკვეთები და რეალურ მესაკუთრეს უნდა გაუმწარდეს ცხოვრება ხო მაქსიმალურად, რომ აი მოჭუტული თვალებით დგას სისტემა და აი გეუნება, რომ აი თუ და ამის გამო ეხლა წარმოვიდგინეთ, უნდა წავიდეს ადამიანი, თუ რა თქმა უნდა არ დააკმაყოფილებს ამას იურიდიული დეპარტამენტი და იდაოს სასამართლოში და კიდევ დრო ხარჯოს ამდენი, გარდა ამისა, რომ ფინანსური რესურსების მობილიზება დაჭირდება, რომ ამტკიცოს საკუთარი სიმართლე. და თქვენ კიდევ ზიხართ და ელოდებით, რომ ვიღაც მოვა და აი თქვენ გასაკეთებელს გააკეთებს თქვენ მაგივრად. და თან უფასოდ.